და ვამბობ, რომ მე რამდენიმე კარგ წიგნზე უნდა გესაუბრო, ანუ მარტო მე კი არა. აქ გახლავთ ქალბატონი მანანა გორგიშვილი, გამომცემლობა მერანის დირექტორი ბრძანდება, ამ ორი ძალიან კარგი ახალგაზრდა წერლის წიგნების რედაქტორი. თეას წიგნებიც იყო სხვათა შორის საფრანგეთში, პარიზის ფესტივალზე, წიგნის ფესტივალზე. გამაუცა ერთმა ამბავმა, რაც იშვიათად შეგხვდება. კითხულობ ლიტერატურას, აი ინტელექტუალურს. ეს წიგნი ინტელიგენტური წიგნია. რაღაცა აი ადამიანურად სწორი, ცოტა რელიგიური, ცოტა მხოლოდ ფილოსოფიური არა, კიდე სხვა სოციალურიც და ამ დროს სოციოლოგიურიც. აბსოლუტურად ყველაფერია შიგნით. ახლა მანანას წიგნის რედაქტორს ვუთმობ მიკროფონს და თვითონ გეტყვით რა იფიქრა, რა გაიაზრა, რა გაატარა გულში, როცა ეს წიგნები წაიკითხა პირველმა. რედაქტორს აქვს ეს უპირატესობა და ბედნიერია, როცა პირველად ასეთ კარგ წიგნს კითხულობს. ჩემი აზრით ცოტა შემშვიდდა. იმიტომ რომ მეც ხშირად ვარ ხოლმე წიგნის რედაქტორი და კარგ წიგნს რომ არედაქტირებ, შედითო ხარ რაღაცა ძალიან ბედნიერი, რომ ჩაგივარდა რაღაც ასწავლი, კარგი რამე. მადლობა. ნამდვილად საინტერესოა, როდესაც საინტერესო წიგნის რედაქტორობა გიწევს. და მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმის, რომ აი ამ ორი ავტორის წიგნების რედაქტორი ვარ. წარმოგიდგენთ თეას პირველ რიგში. თეას პირველი წიგნი გამოვეცით დაახლოებით 3 წლის წინ. დაახლოებით, ცოტა შეიძლება უფრო მეტი. მე გავუცდი, როდესაც წავიკითხე ვეთანხმები ლიას, მართლაც საოცარი ხედვა იყო. უამრავ რამეზე არის საუბარი. ავტორი ცდილობს გასწავლოს, რომელია მართებული, რომელია სწორი. და კითხულობ დაუსრულებლად, შეიძლება აი რო წაიკითხავ, მე კიდე მიუბრუნდე, იმიტომ რომ გაინტერესებს და გინდა რომ ხაზებს შორის კითხულობ კიდე იმას, რასაც ფიქრობს ავტორი. რაც შეეხება სულ ახლა ხანს, ჯერჯერობით ცხელია, გარდაცვალება გაგვიძებამდე. გამეხარდა, როდესაც შევიტყვე, რომ კიდევ ერთი წიგნი იყო თეასი მზად და უნდა გამოგვეცა. და დავიწყე კითხვა და გავოცდი. თემამ გამაოცა. აი მე რა თქმა უნდა წაკითხული ბევრი მაქვს, მაგრამ ასეთ ამ თემაზე ასეთი წიგნი, არ ვიცი ლია და მეთანხმება თუ არა, მაგრამ იშვიათად მე არ წამიკითხავს და აქაც არის მთელი წიგნი ყვება ავტორი ადამიანის მდგომარეობას, როდესაც ის კომაშია. და რა ხდება ქვეცნობიერში, როდესაც ილექება მოვლენა ნებისმიერ ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ის შეიძლება არ გვახსოვდეს, მაგრამ დგება მომენტი, როცა ქვეცნობიერიდან გვახსენდება და ვცდილობთ, რომ თუ კი რამე შეცდომა დაუშვით, გამოვასწოროთ. სწორედ აი ამას ეხება ეს წიგნი, საინტერესოდ იკითხება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველი ეყოლება. და შემდეგ ალბათ თვითონ თეაც მოგვიყვება, რატომ გადაწყვიტა აი ამ თემას შეხებოდა და ასე ცლად მოეთხრო ამის შესახებ. თეას ვკითხოთ, რას ფიქრობს, როგორ გააკეთა, რატო გააკეთა, რისთვის და რა უნდა საერთოდ ჩვენგან ასეთი წიგნები რო დაგვიდო. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ დროს გითმობთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანას, ჩემს რედაქტორს. უდიდესი მადლობა ქალბატონ ლიას, რომ გვაძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, რომ გაგაცნოთ ჩვენი შემოქმედება. რაც შეეხება ჩემი წიგნის თემატიკას, წიგნი არ არის, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ნაშრომი, ეს არის მხატვრული ლიტერატურა. შესაბამისად, აქ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსაზრებებია და არავითარ შემთხვევაში არ ვთვლი, რომ ჭეშმარიტებას ალბათ ამ მატერიალურ სამყაროში ჩვენ ვერ დავადგენთ. შესაბამისად, არ ვამბობ, რომ ეს არის ჭეშმარიტება, უბრალოდ ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრებები. წიგნის ძირითადი იდეა არის ადამიანის განვითარებაში, რა თვისებებმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი
ადამიანი არის კომაში, კომიდან შემდეგ გადადის არარეალურ მისტიურ სამყაროში, იქ ხდება სინათლე სნუ პირობითად და ცდილობს სინათლისგან შანსის მოპოვებას, რომ დაბრუნდეს ისევ მატერიალურ სამყაროში და იქ სინათლემდე მისაღწევად გადის რთულ გზას და თითოეული დავარდნა ეხება თვისებას, რომელმაც შეიძლება ჩვენ დავცეს ცხოვრებაში და რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს განვითარებაში. წიგნის თითოეულ თავს ეძღვნება ლექსი, ეს გავაუმჯობესე დავხვეწეთ. ლექსის იდეა მსგავსია იმ თავის, იმ კონკრეტული თავის იდეის. ჩემი ძირითადი мотивация იყო, რომ დავხმარებოდი ადამიანებს, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ადამიანებისთვის და ვფიქრობ, ზოგადად წერის იდეა აქედან გამომდინარეობს, რომ ვფიქრობ, რომ წიგნით ალბათ მაქსიმალურად გავატარებ ამ ჩემს დანიშნულებას. თუ ვინმეს დაეხმარება, ერთ ადამიანსაც რო დაეხმაროს, ჩემი შემოქმედება, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დანიშნულება ამ მატერიალურ სამყაროში მიღწეული იქნება და შესრულებული უკვე. ერთს დავამატებ კიდევ ძირითადი იდეა, რაც მეორე წიგნში გარდაცვალება გაღვიძებამდე არის გატარებული, არის ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, იქ დედაშვილური სიყვარულიც კი, რომელიც ითვლება ყველაზე წმინდა და უზენაესი სიყვარულად ჩვენ სამყაროში, ესეც კი შეიძლება იყოს ეგოისტური და დაფუძნებული ეგოიზმზე. და არ ვიცი, ჩემი ყოველ შემთხვევაში ჩემი ძირითადი საკუთარი თავის მიმართ ვალდებულება, ჩემი ცხოვრების მანძილზე არის ის, რომ ვისწავლო უპირობო სიყვარული, არა ეგოისტური სიყვარული და ძირითადად წიგნიც ამას მოგვიწოდებს, რომ ადამიანები უნდა გვიყვარდეს უპირობოდ, არა ეგოისტურად, თუ გვინდა იგივეს მიიღება ჩვენს. მნიშვნელოვანი შეტყობინება კიდე წიგნიდან არის ის, რომ ნებისმიერი დაცემა უნდა გვიხაროდეს ადამიანებს, იმიტომ რომ ძირითადად რაც გუზრდის ადამიანებს არის ტკივილი და ჩემი მოსაზრებით ადამიანი იბადება, დაბადებას, სიცოცხლეს იწყებს ტკივილით და ტკივილი არის ის, რაც გვავითარებს და გუზრდის ზოგადად. ძირითადი იდეა ეს არის წიგნის, რომ თითოეული დაცემა ჩვენ გუზრდის. შესაბამისად უნდა გვიხაროდეს კიდეც თითოეული დაცემა. მორის, ვიდრე შენთან გადმოვიდოდეს მიკროფონი, მოდი გითხარი, როგორ იმუშავეთ ერთად, აი აპლიკაციებით, სტიკერებით, როგორ გააკეთეთ ეს ერთობლივად, როცა წიგნით. მორისი დამიკავშირდა, ანუ ერთი რედაქტორი ყავს და ქალბატონი მანანას სახელით დამიკავშირდა მორისი და დამპატიჟა პრეზენტაციაზე და სიტყვა უნდა მეთქვა. შესაბამისად, გამომიგზავნა წიგნი, გავცვალეთ წიგნები, გავუგზავნეთ ერთმანეთს. ლავანდის სურნელი, კი. ქალბატონი მანანასგანაც ბევრი მსმენია, რომ იყო უნიჭიერესი ადამიანი, უნიჭიერესი პროზაიკოსი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვერ წარმომედგინა ის, რაც დამხვდა წიგნში. დავიწყე წიგნის კითხვა, იმიტომ რომ ოთხშაბათი იყო ზუსტად მე მგონი დღე და პარასკევს იყო პრეზენტაცია 2 დღეში და წიგნი აუცილებლად უნდა წამეკითხა, რომ სიტყვით გამოსულიყავი. პირველივე აბზაცით, აი როცა დავიწყე, ჩემს მეორე წიგნს მაგალითად 4 წელი საერთოდ შეწყვეტილი მქონდა, არ დამიწერია, არ ვიცი, ალბათ ესეც ასე იყო საჭირო, რომ შესაბამისად გავზრდილიყავი და უფრო ისეთი ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენამდე. და აი არის ყოფილა შემთხვევა, ამ 4 წლის შემდეგ ახლა რაღაცები არ გახსოვს, რომ დაგიწერია და ჩემივე წიგნი რო წამიკითხავს რაღაცები არ მახსოვს, რომ ეს მე დავწერე, მქონია ესეთი განცდა. ზუსტად ასეთი განცდა მქონდა მორისის წიგნის დაკითხვის დროს, კითხულობ და მგონია, რომ ჩემი დაწერილია. და არ ვიცი, პირველივე მესიჯი მორისს დაუკავშირდი, მეთქი, არ ვიცი, ასეთი საოცარი მსგავსება თუნდაც თემა და მართალია სხვა ენით შეიძლება ვსაუბროთ, მაგრამ ძირითადი იდეა მორისის წიგნებშიც არის ის, რომ ადამიანის მანკიერებაზე რამ შეიძლება შეუშალოს ადამიანს ცხოვრებაში ხელი და არ ვიცი, გავოცდი ამ ადამიანის ნიჭიერებით, შესაბამისად ჩემი ინიციატივით იყო, რომ შევქმენი პოსტერები, რომ მორისის წიგნის პრეზენტაციაზე გაამეკეთებინა ეს პოსტერები, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის უნიჭიერესი და გენიალური. პიარი ჭირდება აუცილებლად. მადლობა. შეფუთვა ყველაფერს ჭირდება დღევანდელ დღეს. იყო პერიოდი, როცა პროდუქტი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მოთხოვნილება. აი ეს პერიოდი გამოგვიცდია ესეც, მაგრამ დღეს როცა პროდუქტი გაცილებით მეტია, ვიდრე მოთხოვნილება, შესაბამისად შეფუთვა ყველაფერს ჭირდება. მორის ისმენთ. მოგესალმებით ყველას. მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის და ძალიან მოულოდნელი სიტყვით მეც მინდა თქვა, რომ გარდაცვალება გაგვიზებამდე, როდესაც წავიკითხე, თეას ვთხოვე, რომ წინა სიტყვაობის მაგვარი რაღაც რეცენზიის მაგვარს დავწერდი აუცილებლად და დიდი სურვილი მექნებოდა, რომ წიგნში შეიტანო და რა თქმა უნდა შეიტანა და ძალიან მოხარული ვარ, ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. კიდევ ვამბობ, მე ლიტერატურის შემფასებელი და წიგნის მცოდნე ვამბობ, რომ ამ წიგნს აქვს არაჩვეულებრივი სათაური.
ძალიან კარგი სათაური. ეს არის უკვე გზამკვლევი, რომ ამ წიგნმა გაიკვლიოს გზა. დაესწარი შენს ცხოვრებას. შენი ცხოვრება მიდის უშენოდ, რადგან შენ სხვაგან ხარ. ან წარსულით ხარ შეპყრობილი და მას შენატრი, ან შენს ცხოვრებას გეგმავ და მომავლის შიში გირღვევს სიმშვიდეს. უბრალოდ იცხოვრე, აქ, ახლა. უკეთესი ცხოვრების მიღების იმედად ნუ გამოტოვებ ცხოვრებას. ნუ გადადებ ბედნიერებას შედეგისთვის, თორემ ის ყოველთვის მომავალში იქნება შენგან შორს. მხოლოდ შენი გადაწყვეტილებაა საკმარისი დაიმორჩილო გონება. მას უკუნეთ ცაზეთ შეუძლია ულამაზესი ვარსკვლავების ხილვა. მთავარია შენ რისკენ მიმართავ მას, სიბნელისკენ თუ სინათლისკენ. მოიპოვე გონებაზე კონტროლი და შენ შეძლებ მუდმივად ტკბობას. ბედნიერებაც და უბედურებაც ხო სუბიექტური შეგრძნებებია, თუმცა სუბიექტურად ადამიანი უბედურად სწორედ ამის გამო გრძნობს თავს ერთ-ერთი ის არის, რომ იმ მომენტში არ ცხოვრობს. და დასასრული ლექსით ვამთავრებ, ადამიანი ქვია ლექსი. ისმის შეკითხვა მრავალწლიანი, ნეტავ ვინ არის ადამიანი, ორი საწყისი, ინი, იანი, გონი, სხეული, სული მთლიანი, ბიოლოგია თუ უფრო მეტი, შემოქმედი თუ მარიონეტი, მუდმივობა თუ მხოლოდ ფრაგმენტი, სულის ფრთები თუ მისი საკეტი, ზღვაში წვეთი თუ წვეთში მთელი ზღვა, მხოლოდ ერთი თუ კიდევ ბევრი სხვა, ინტელექტი თუ სულის შერისხვა, გული ბრძენი თუ გონის შენისულა. კითხვების დასმას უნდა ბედავდე და პასუხებს კი შენში ხედავდე. გზას მუდამ გრძნობდე, რწმენას ჭედავდე, შემსრულებლიდან შემოქმედამდე. და სამყაროში რაც უნდა მოხდეს, გაფრენის გწამდეს, ფრთებიც რომ მოვტყდეს, რადგან თესლი რომ ნაყოფში მოხვდეს, გაღვივებამდე ჯერ უნდა მოკვდეს. თითქოს ზარია შიშის შემცველი და ჟრუანტელი სულის შემძვრელი, მაგრამ სიკვდილო იყავ დღეგრძელი, რადგან სიცოცხლე შენით შევძელი. და თუ არასდროს არის გვიანი, ღმერთო, ვიქნები სამართლიანი, გატეხილი თუ უკვე მთლიანი, მადლობა რომ ვარ ადამიანი. ჩემთვის იყო საოცარ წიგნური კითხვა რომ დავიწყე, ყველა თავი იწყება ლექსით და ეს ჩემთვის იყო სასიამოვნო ფაქტი, რომ თურმე ლექსებსაც წერ. მე მინდა ძალიან მაინტერესებს თქვენი მომავლის გეგმები, გითხრათ რას აპირებთ. და მინდა გისურვოთ, რომ მკითხველი მომრავლებული იყოს და ამისთვის ერთად ვიმუშაოთ. მე ჯერჯერობით გაჩერებას განვითარებას ვაპირებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც ამ ეტაპისთვის მე სათქმელი მქონდა, უკვე ვთქვი ამბავსი განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, ცოტა ალბათ განვითარება დამჭირდება, რომ რაღაც უფრო განმოვითარო ჩემი შემოქმედება. შესაბამისად, ახლა ვფიქრობ, რომ განვითარდე მე თვითონ ინტელექტუალურად, თუნდაც სულიერად და შემდგომ უკვე შემოგთავაზებთ